გამარჯობოთ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდი ეს ბუსტი გამოვიყენოთ, რაც გვაჩუქა. ჩვენი შემადგენლობა ნუ ისევ იგივე, უბრალოდ შევცვალე გუნდის ლოგო, ფორმები, სახელი და მწვრთნელის სახელი რა. გუნდს ქვია ზოკორო და მწვრთნელს ჩვენი არხის სახელი დავარქვი რა მოკლედ. იმიტომ რომ მე ვთამაშობ ამ გუნდით. პაჩტი მე გამოდივარ ამ გუნდის მწვრთნელი. შემადგენლობის ცვლილება არანაირი, უბრალოდ ეხლა მე მჭირდება მეკარის შეძინა და ესა რა ქვია, მარცხენა მსველის მოყვანა მჭირდება. და ვნახოთ რა იქნება რა მოკლედ. მერე დავიწყებ უკვე ნახევარმცველზე ისევ მარცხენა მცველი და ისევ ცენტრალური მცველის მოყვანას და შემდეგ უკვე გადავალ შემტევებზე რომ მინიმუმ დავაბალანსო 65-ით. ეხლა უკვე დავიწყოთ მონტპელიერი რასახელი არ ვიცი, მაგრამ ну кай. რაც არის ეგ არის დღევანდელი მატჩის მისია იქნება რომ მინიმუმ 5-0 მოვიგო და კლუბ სტატისტიკაში ჩაეწეროს მაღალი ქულა, ასე ვთქვათ, ну ერთ გუნდთან მაინც თუ ყველასთან არა. ამიტომაც ვეცდები ხა რომ დღევანდელ მატჩში 5 ბურთი მაინც გავიდა. აქა ეს მაღალი პასი, აქა ეს და მეისტერს მოიწველი კი ბატონო პირველივე მომენტი გამოიყენა მეისტერმა ეს 1-0 უკვე. სირთულე ჰარდზე მაქვს მიცემული, ну თამაშ რა სირთულეც აქვს, იმ სირთულით თამაშობ. ერთმა პესი დამიწერა, პესი გადაიღება, მაგრამ პესის ვერ ვითამაშებ, შემოძმაო იქიდან გამომდინარე რომ არ მევასება ტელეფონის პესი. კი, გრაფიკებით ჯობია, თამაშის მენიუთი ჯობია და კონტროლებითაც და ბევრი რაღაც ჯობია პესი, ასევე ქარდებით, მაგრამ იქ არ არის ისეთი რაღაცა, საიდანაც შეგიძლია 0-დან დაიწყო, როგორც Dream League-შია და აყვე და განვითარდე რა. და აქედან გამომდინარე მირჩევნია Dream League მაგ მხრივ, კარიერის მხრივ ასე ვთქვათ. კი, რაღაც კარიერები არის მაგ PES-ში, მაგრამ მე პირადად არ მიზიდავს რა PES-ის კარიერა ვით უმეტეს. პლუს ამას ყველას მადლობა აქტიურობისთვის 14 თუ 14 ლაიქი ხონდა, ну მაგაზე მეტიც გქონია, მაგრამ კმაყოფილი ვარ მოკლედ შედეგით, რაც დაიდო ამ ორ დღეში მოკლედ დაბრუნებიდან. პლუს ამას გამომწერები მოგვიმატა ძალიან ბლომად და 316-დან 322-ზე ვართ, ანუ 6 გამომწერი თქვენი ერისმაო ორი დღის შედეგისთვის. ვეცდები რომ გუნდი ისე განმავითარო რომ როგორც გითხარით დონაცია არ ჩავთო ამ შემადგენლობის სქემაში, თორე დონაცია თუ ჩავთე დამიჯერეთ ერთ კვირაში გუნდს დავყრი რა ვისასწავლს. თავის სტადიონია მაქსიმუმ რისი დონაცია შეიძლება გავაკეთო, ეს არის სტადიონის 79 თუ 80 ლარი ღირს, რაღაც 100 ლარამდე ღირს რა მოკლედ. ყველაზე ცოტა მაგის რა რომ აი იმაზე ფული აღარ ვხარჯო რა. სტადიონის შენებაზე რომ 9000 ქოინი რო უნდა, იმ 9000 ქოინს დავხარჯავ ფეხბურთელებზე, მირჩევნია და აი ისა რა ქვია რაც უნდა ჩამერიცხეს, იყოს ხო მაინც უნდა ჩამერიცხა რა, მინდა არ მინდა იქ 100 ლარამდე დაახლოებით რა. ხო და მაგისას სტადიონს შევიძე. ხოლო იმ 9000 ქოინით რაც ფეხბურთელები იქნება თუ რაც იქნება შევიძენ ჩვეულებრივად. ეხლა 900 ქოინზე ვარ, პლუს ამას დღის მისიები და დღის საჩუქრებსაც გაძლევს თამაში, ვინც თამაშობს კი მიხვდებით რაზეც გულისხმობ. თითქმის ანუ ყოველი ვიდეოში ჩაწერამდე უკვე ეს 3 დღეა, ანუ პასტაიანად მაძლევს ქოინებს რა, 100 ქოინს რა, ხა ბევრი არა ეგ ხა, მაგრამ სულ არაფერს ჯობს. თვითონ მატჩი რო ხა 18 ქოინს ვიღებ და 17-ს გააჩნია ხა რა ქულებით ვიგებ და რას ვეთამაშები რა გუნდს. და მოწინააღმდეგის გუნდს რა სტადიონი, ნუ ხა მოწინააღმდეგის უფრო მეტი ფული შევა თავისივე სტადიონზე. მაგრამ იმის 2-3% რომ მე შემომდიზა პლუს ჩემი მოგება ძალიან კაია რა. ეხა მინიმუმ ამ თამაშიდან უნდა გამოვიტანო ყველაზე ცოტა 30 ქოინი მაინც. ყველაზე გაგლეჯილი რა ცოტა. და მშვენიერიც იქნება და რა კაი დარტყმას აპირებდა, მაგრამ დაუგლოკეს პირველი ვისაც მოვიყვანო 80 ალიანს.
დიდი ალბათობით ეს იქნება მეკარე. როგორ მოვიყვან მოყვანილზე არ მაქვს საუბარი, ანუ კამავინგაზე. კამავინგა აუცილებლად შეიძლება, იმიტომ რომ სხვა ფეხბურთელები მესაჯიროება 80 ზე სულ სხვა შემტევებით და ის რა როჟაა ძმა. სასკო, სესკო თუ რა ვიხარ რა ხარ, მაგრამ წითელი კი მოგცენ შემოძმაო 38 კამავინგა მოდი აი იქ მოაწოდოს და ვნახავ ლამაზი გოლი თითქოს, მაგრამ არა დარტყმული ჯეისონს კარგი თამაშის სტილი აქვს. კაპიტანიც მაგიტომაა, გუნდში და არა კამავინგა. კარგია, მეისტერ ჯეისონი წაგვიქცი ეს ეგრევე პატკაძე მოდიან, აქ ჯეისონის კარგი დანახული. მურაი და ეს უკვე გოლია. ვაიმე ბიჭო რა გადარჩა. საღოლ ეგ თუ მეკარე მოხსნა, მართლა საღოლ. ნუ გუნდის ლოგო და გუნდის სახელი რავი. დამიწერეთ კომენტარებში როგორია რა არის. დავტოვო თუ არა. თუ შევცვალო ან რავი. მოკლედ იდეები მომაწოდეთ ხოლმე რა რაღაცა ის ჩელენჯების ასე ვთქვათ. იქიდან გამომდინარე რომ მინდა რა. ნუ 3-0 მონაგები მაქვს ახლა ბიჭო გუნდზე ხო და არ მაწყობს რა მინიმუმ 2 გოლი მიდი რა. რთული იქნება. კი ბატონო. მაგრამ უნდა შევძრო. ეგ არის 4-0 და მეისტერმა გაიტანა დუბლი თორსტები. იგი დუბლია მეისტერის ანგარიშზე და შენ უნდა შეძლო და ის აქნა. მიდი რა. აუპა. ძმა დამთავრდა თამაში, სანამ შენ ბურთი ართვი. მშვენიერი მომწონს. რა მოვიგი, მაგრამ ესე რო უხალია მწუწნილს. და მატჩის ავიცნო მეისტერი გახდა რა თქმა უნდა 2 გოლით და პლუს გონი 1 ასისტიც მიუწერია საღოლ. 41 ძმა უფრო მეტი მომცა ვიდრე ველოდი. შვენიერი კარგი. ეხა ჩვენ გვიდა მეკარე. პერილი. პლუს თითქმის 2 მეტრა. 58-63 პიჭო. შემტევი ვიყიდო თუ მეკარე ხა მაგის არჩევანში, მაგრამ მოდი პერილს დავაყენებ. იქიდან გამომდინარე რომ ჯერ მჭირდება ყველა ვარიანტში რაღაც მეკარე. ანუ ვიღაც პერილს დავაყენებ და ამ ნატენიო თუ ვიღაცა ხარ გაგიშვებ მოკლედ შენ იქნები ჩვენ შემადგენლობაში. ხოლო ოჰაშის მოყვანა შეიძლება. და დემბელე გაიჩიტა ბრატ ნახევარცხვა. მოდი დემბელე მოვიყვანოთ პატენტი ძმაო. ნახოთ აბა რა იქნება და ეს დემბელი გავუშვათ, დემბელი ხომ მოვიყვანე და გავუშვათ ეს რა ჩვეულებრივ თუ უფრო სუსტი მყავს, რატომაც არა უფრო სუსტაზე გავუშვებ. ეს გაშვებულების გაყიდვა თუ ანუ რა ეგ არ ვიცი და რეკოვერი რა არის, მაგრამ დემბელე მოვიყვანეთ. ნუ მოდი იყოს რა და ნახოთ რა, იმიტომ რომ მე რა და როგორ იქნება არ ვიცი რა, ხა გავუშვი გამოუშვი, ეგრე არ გამოვა არაფერი. მოდი დემბელე ვათამაშოთ აქ, შენ დიემირო ხარ გადადი აქ, დემბელე შუაზე გავუშვით. მოდი კიდევ ერთი მატჩი ვითამაშო სვანსია არის მე რამდენიზე. სვანსია არა სუსტი გუნდი, გონი ვაფშე ჩვენ ცხლიშიც არა აკადემიის დივიზიონში არის? არის და მეხუთეზე ყოფილა. კაი, რაც არის ეგ არის, მოდი ფორმა შევცვალოთ, ჩავაცვათ ჩვენ ეს და სვანსიას ჩავაცვათ. მოდი ჩვენ ეს ჩავაცვათ და სვანსიას მოდი ეს ჩავაცვათ.
ნახოთ ახალი მეკარე რას იზავს, როგორ იზავს, საერთოდ იზავს, ვერ იზავს. პირველი შეხება პერილი დავიდა მოაწოდა ბურთი. ონლაინ ტურებსაც შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სულ ეს ოფლაინი ძალიან ცუდი იქნება, ონლაინ ტური იქნება, ისე რომ არ მომიწიოს ძალიან Dream League-ას ჩვევია კი ბატონო. პესისავით აქვს ეგ ძალიან ცუდი რომ თავიდან იწყებ მარტივებთან თამაშ ონლაინ ტურის, თითქმის შენაირ სტატიენებთან და მე გვხდება რაღაცა 90 და ხო ხდებით რა კაი სტატების მოგვრთელები. მაგრამ თავარია თამაშის სტილი, გუნდის შეთამაშება, კაი პასი შეიძლება, კი ბატონო, გაძურა კიდევაც დარტყმა და მოხსნა. შვენიერია, კარში ვინ არის? დაბალი პასი გავაძვრინოთ, მოდი. აუგუროთ და მარცხენათი, აბა. რა კაი ბურთი მოხსნა, ბიჭო. მეკარე საღო. კაი ბურთია იყო საკმაოდ მეკარე, ისევ დაბალი გაუშვათ. ცველმა კი არა და შემტევმა. ბიჭო, ანუ მაკრატელი რო დაარტყა მობრუნებული იქ მაღალი მივცეთ. აქ ვინა, მოდი აი გვეხსნება და გადავუგდოთ მაღალი. ძალიან კარგი პასი, აქაც მაღალი შეიძლება და მეკარეს არის ძვალეზმაო. მეკარე აქ მიცემს, შენ ვის? მოდი აი იქ მიეცი, მაგრამ ეომა ჩაჭარ, მაგრამ ეომსაც აღარ თვეს. ისევ ცენტრალური მიეცი და დარლინგი. ბიჭო, არა, კაი გუნდი ყავს ამ სვანსიას თუ რაღაც არის. საკმაოდ ვერ შევედი თითქმის შეტევაზე. იკითხავდი, მაგრამ მანდა მოგეცი, მაგის დიდი პრობლემა არ არის. ვიგო და ესეც თუ მოხსნათ ზმაო ამან და საღოლ ჩემი. ეს მოხსნა ხა? არა, ბრატ. თუ კი ეს თუ ამან მოხსნა? არა, არ მოხსნია, მაგრამ შეეძლო. ყოველ შემთხვევაში მეკარეს მოხდებოდა მინდა არ მინდა რა, რომც აცდენილიყო, ან რომც მოხვედრილიყო რა. დედა, ტრამა არ მიიღო, გთხოვ რა, ისედაც არ მყავს შეტევაში, არა. კამა ვინგა, დავაი მარცხენათი, აბა კამა. თავში ჩიჩკო. კაი, ვნახოთ, აბა აქ კარგად არის, აქაც კაი პასი მაღალი. აქ შუაში გაძვრება, იქაც გაძვრება, აქაც და ეს გოლი. გოლია კი ჩემო ძმაო ზეგდილას იქაური რა. გავაგზავნოთ, ნახოთ მეორე ტაიმში რა იქნება, ორი ცვლილება გააკეთა ეგრევე დასაწყისში. მაგრამ მე ხა მინდა გოლი არ გაუშვა და ეგეც იქნება რა, გოლს უიკველი ვიცი რომ არ გაუშვებ. და აი აქ კარგად გარბის მარტო. კიდევ ვინახი, მაგრამ არ იყო. ეს ვინა აბა? მიდი ძმა. ერთი შეხებით მეისტერიაო, კაი რა. საჯო შეიძლება უცებ თვალი დაგეხუჭოს და ანუ ხო ხდები რა. აი ხელათია გაქცეული, მან რო თვალი დახუჭო. კაი აბა, ნახოთ აბა ვინ გარბის? აი გარბის. შენ აქ მოგცე. კარგიც რომ მოძრაობა დაარტყით და ვეირა. ვიგოროქსიო თუ ვიღაცა არის კარში, კაი მეკარია. მაგ მეკარის მოყვანაზე ვიფიქრები ხარა, ვიგოროქროკო რაღაცა. აქ შეიძლება დამთავრება, მაგრამ ფეხი. ვიგოროქსი, დავიმახსოვრ რომ და ეს მეკარი რა, თუ დამავიწყდო თქვენ შემახსენეთ, ან ვიდეოს გადავხედავ მე და გავიხსენებ უეჭველი რა. რომ ეგ მეკარე მოიჭველი მოვიყვანო, ყველა
ფერადკანიან მეკარს რომ დავაკვირდეთ ჩვენ მუქ ძმებს. აქ ითხოვს, აჰა ძმაო. ვერ მოგეცი ისეთი პასი როგორიც საჭიროა და კამა ვინგა შენი მეძე ვარ ძმა უჯარიმოთ. კაი ბიჭი? ჯარიმა. ირიდალე. ვასაღულა მეკა. ტიპმა რა ნახტომი შემოგთავაზა? კონი კაი მეკარე ავიყვანეთ ჩვენს და ეს უკვე მომწონს. დემბელეს გასვლა უწევს სამწუხაროდ საბედნიეროდ. რა კაი ბურძებზოლა იყო იქ შეგვიძლია რომ თავზე გადავუგდოთ და მაგბურთს უნდა მიიღებს და შვენიერი გოლი. ჯეისონმა რა ასისტი მიიწერა? კარგია, პოტენციური ფეხბურთელები მომწონს. ჯეისონის რა კაი პასი და აქ ბიჭო რა კაი ნახტომებს აკეთებს ძმა ეს მეკა ესეც რომ ეხა რომ მოიხსნა რა ვიცი მაუ. მაგრამ ერთი სეივი დადო მე ჩვენმა მეკარემ და ისიც შეუდარებელი თავის მომენტზე. აქ უკვე დაგვიჭირეს. აქ გოლი არ მაწყობს ეხა. შვენიერი ერთ-ერთი სეივი შემოგთავაზა ჩვენმა მეკარემ. გილოცავთ მოკლედ 2-0. პირველი ადგილი განაღდებულია. მეისტერი გახდა ისევ მატჩის საუკეთესო მოთამაშე. შვენიერი ეგრე ბიჭები ერთად მიდიან, კაი კადრები. ოპა. კარგი ჰაილაითებიც იყო. გილოცავთ მოკლედ. და ხო ახალ ვიდეოსაც ისე უმალე შემოგთავაზებ. ყველას მადლობა არხის გამოწერისთვის. ნენელა უახლოვდებით 350 გამომწერს და იმედია მალე ავალთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და მოტივაციისთვის პირველ რიგში. და ხო ხვალ ისევ ალბათ ამ დროს ან შეიძლება ცოტა უფრო გვიან დაიდოს კიდევ ახალი ვიდეო და ვეცდები რომ ხვალინდელი დღისთვის უფრო მეტი ტრანსფერის ფული მოვაგრო, უკვე დაგახვედროთ რა, ვითამაშო რა ცოტა და ეგრე შემოგიერთეთ ვიდეოთი რა. მადლობა ყველას წინასწარ რა.